ვარ ხათუნა ბსუტური, დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ეს არის ჩემი საქმე. ჩემი საყვარელი საქმე. ეს არის ჩემი პატარა საწოლი, სადაც მე მოვდივარ დაღლილი და ვისვენებ. ჩემი ყოველი დილა ტენდება იმაზე ფიქრში, იმაზე ოცნებაში, რომ როგორ შეიძლება შევცვალო ჩემი ცხოვრება. დავიბადე 1993 წელს ქალაქ ქუთაისში 4 ოქტომბერი საათი ზუსტად არ მახსოვს და გავიზარდე ქალაქ სამტრედიაში. პირველივე კლასიდან შემიყვანეს რუსულ სკოლაში. მე რა თქმა უნდა ის მომწონდა ყველაფერი რუსული სკოლა, მაგრამ მოგიხსენებათ მაშინაც იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართული სული და პირველი კლასის მერე გადამიყვანეს ქართულ სკოლაში, სადაც ცოტა გამიჭირდა, ცოტა არ იყოს სწავლა, ერალაში გადიოდა ესეთი გადაცემა და დაახლოებით ზუსტად ესეთი ბავშვი ვიყავ იქ, ხშირ შემთხვევაში რიჟიკა ბავშვები ხვდებოდნენ ეკრანების წინ, ძალიან ეშმაკი ვიყავი, მინდა გითხრათ, სულ მაწვალებდნენ ერთ რაღაცაზე, რომ მე ისეთი ჟღალი თმები მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ თავზე ცეცხლი გეკიდებოდა და იმ დონეზე რაღაც ბავშვი ვიყავი, რომ ვიჯერებდი ამ ყველაფერს და რამდენჯერმე გამიკეთებია ესეთი საქციელი, რომ გავქცეულ ვარ სახლში და აი ცივი წყალი მაცვირიდან გამომიღია და დამისხია, რომ აი უცებ ჩავაქრო, ვთქვათ. ვერ ვისვენებდი ვერცეთ გაკვეთილზე, საერთოდ ვერ მასვენებდი. აი როგორ გითხრა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდი. რამდენჯერ დაუბივარ პედაგოგს მის მერხთან, ვთქვათ, რომ აი გაჩერდი ნადირაძე, ვთქვათ, ესე მომართავდა სულ. ჩემი ჯადოსნური სალამური. ახლა ცოცხლა დაგმომგვარე. ახლა გძარებელო. სკოლის გარდა აქ მინდა ვახსენო აუცილებლად ქუჩა. ვატარებდი ასე თუ ისე ქუჩაში დროს. აქ არა მაქვს ლაპარაკი მშობლების მამუკა ისწავლე, მამუკა ესეკენი, რა თქმა უნდა მეც უჯერებდი, იმიტომ რომ ეს გარდაუვალი იყო მშობლის სიყვარული, სითბორიდი, ყველაფერი ერთად აღებული და მაგრამ მაინც რატომღაც აი მიზიდავდა სულ ბავშვობიდან ქუჩა. ერთი კაცი სიტყვები მინდა გავიხსენო, თუ შენ კარგი გინდა აიღო ცხოვრებაში, იმ ქუჩაშიც აიღებ და არასდროს არ უნდა ეძებო ის ცუდი. არ მქონდა ამორჩეული, მე რა უნდა მეკეთებია ცხოვრებაში რა. დადგა ისეთი მომენტი სკოლაში რაღაც ღონისძიებებს ატარებდნენ, სადაც მე არასდროს არ მაკავებდი. ერთი ხელოვანი კაცი ნოდარ ზამთარაძე, რატომღაც ამ კაცმა ამარჩია და ისე დაემთხვა, რომ ამასთანავე კავეენებიც ებმებოდა რა. მეგონა რომ მე ვერ შეძლებდი ვერასდროს. პედაგოგები იყვნენ უარზე, რომ მე არ მეთამაშე საერთოდ. მაგრამ ამ კაცმა მეო ჩემ თავზე ვიღებ ყველაფერსო და აუცილებლად უნდა დავაკავო. ისე მოხდა, რომ ამ საქმეს ალღო მალე აუღე რა. ჩემ თავში აი ისეთი რწმენა მოცა, რომ მე შემიძლია რაღაცეები გარდა ქუჩისა. ისე დაიწყო ჩემი, ვთქვათ, პატარა მცირე აღმავლობის გზა. გადავწყვეტე ჩემი ცხოვრება მთლიანად შემეცვალა. მე გავიპარე სახლიდან, ჩამოვედი თბილისში, აი ესე უყურებდი ამ ყველაფერს, მარტო ვიყავი ფაქტიურად ჩამოსული 16 წლის ბიჭი
წელში დაიწყო გამოცდების დღეები. დავაგვიანე რა გამოცდაზე. ტილმა და წუწუმა რა თქმა უნდა გაჭრა, მე გამოცდაზე დამიშვეს, ჩემი არ მიღება, ჩემი აზრით იქნებოდა ჩემი კრახი. მე დარწმუნებული ვარ 100%-ით დაუბრუნდებოდი იმ ცხოვრებას, ვთქვათ, რაც ცხოვრებაც მე რაღაცა ნაწილი ჩამოვიშორე იმ დროისთვის. მე გავიარე ეს ყველაფერი წარმატებით და მოვხვდი თეატრალურში გოგი ქავთარაძის ჯგუფში მართლა არაჩვეულებრივი გოგო ბიჭები არიან და უღალავად ჩნობობენ რამდენი ღამის თენება ყოფილა იმის გულისთვის რომ იყოს ხარისხიანი პირველ რიგში იყოს რაც შეეხება ესენი არის ჩვენი კოსტიუმები რომელსაც ჩვენი თქვნით რა არ შემიძლია არ აღნიშნო ჩვენი ვთქვათ არაგამართული ტექნიკა მე ვისურვებდი რომ ამ თეატრს აუცილებლად კონდეს გაგრძელება რა კაი გაგრძელება კონდეს ტექნიკური მხარე მოგვარებული იყოს პირველ რიგში და მე ისე მწავს ამ დასის რომ აუცილებლად გაიმსგნებს სადღაც ადრე ჩვენი ურთიერთობა მოდის ინსტიტუტიდან და ბავშვობიდან ასე ბევრჯერ მოგვწია ესეთი გაუგებრობა ჯგუფი სერიოზული მაგრამ თიმ დღესვე დასრულებული ძალიან დიდ პატივს გცემ და მართლა ძალიან დასრულებული მაგრამ უმნიშვნელო წვრილმალების გამო ერთმანეთს გული არ ვაწილებ და ვიცხოვროთ ეს შემოგება გამარჯობა ვა ჩემი მეგობრები გამარჯობა ჩემი დასის წევრები ის არის ქალბატონი ნატალი ვინც გვემსახურება არაჩვეულებრივი მოთ რაღაცა დატვირთვა აქვს მართლა სიმბოლური ამ სიტყვას ბედილბალს მაგრამ ეს მაინც ჩემის აზრით ყველაფერი არის ღმერთის პრეროგატივა შენ ყველაფერი უნდა ცადო ცხოვრებაში თუ გინდა რომ იმ ბედმაც იღბალმაც რაღაცნაირი მხარდაჭერა გვერდით ამოდგომა გაგიწიოს ქალს უს არის ის საშუალება მუშაობს ახლა უნდა ესეთი ნორმალური ქალური სამუშაო მაგრამ ეს აწინააღმდეგო არაფერი არ მაგალითად დამასწრე ჩემი მეუღლე როგორ წარმომიდგენია სასურველია ორივეს რაღაცა სამსახური მქონდეს ერთნაირად სარგებლობდეთ თქო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მაინც მამაკაცი უნდა დომინირებს ოჯახში თუ ორივე ვიმუშაობს და ორივე მიხედავთ ბავშვების აღზრდას ბავშვების განათლებას ამაზე კაი მე მგონი არ არის არაფერი ის ფაქტი რომ 50-50-ზე ვიყოთ არ იქნება, იმიტომ რომ მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ლიდერობა აქვს, ვინმე სხვა სიტყვა მამაკაცი ვარ და უბრალოდ მამაკაც თავისი ადგილი უნდა ქონდეს და ქალს თავისი ადგილი. ის რომ კაცი უნდა მუშაობდეს და ქალი სახლში იჯდეს, მაგას არ ვეთანხმები არანაირად. ოჯახში ხა უფრო რაღაც დონეზე კაცს თავისი ადგილი რომ უნდა ქონდეს, ეგ რა თქმა უნდა. კალი მაინც ნაზე არსებაა ჩემი აზრით და მაინც ბავშვებთან უნდა ფუსფუსებდეს და ოჯახში ჩემი აზრი ესეთია ხშირ შემთხვევაში ჩემი მარტოობა იმით აიხსნება რომ მე ჩემ თავთან მუშაობ ხოლმე ჩემი მარტოობით მე ყველაფერს უყურებ იმედის თვალით იმიტომ რომ იმედი თუ ადამიანს არ აქვს ვერაფერსაც ვერ გააკეთებს ამ ქვეყანაზე